ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბის ბრალდებით ცხინვალში 4 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით 14-15 ნოემბრის ღამით დაკავებისას ცხინვალელები დაახლოებით 50 ტონას საწვავს ტუმბავდნენ. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელთა საფუძველზეც მიიღებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძრის გადაწყვეტილებას. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოს საწვავ საპოხი მასალის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეეძლო და საწვავის ქართულ ბაზარზე არსებით დეფიციტზე მიუთითებენ. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ შავი ხვრელი სწორედ გორის მუნიციპალიტეტში იყოს. არის ნიქოში ეგრეთ წოდებული ხვრელები, საიდან ჩვეულები შეუძლიათ ოკუპანტებს გადმოკვეთონ ისე, რომ ჩვენი პოლიცია ვერც ვერაფერს ვერ იხდიდა, რადგან 2012 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალები საზღვრიდან უშუალოდ სოფლის შუა გულში განათავსეს და სოფლის ზედა უბნები, ასე რომ ვთქვათ, საოკუპაციო რეჟიმისგან ფაქტიურად საფრთხის ქვეშ არიან. არ გამიკვირდება, რომ მსგავსი შემთხვევები იყოს ჩუმად გადმოვიდნენ, თუნდაც მდინარე ლიახვის მხრიდან.